ერთი წელიწადგან ახსენეთ, მაინც მინდა ახლა მოვდივარ აი ამ დიდი აქციიდან და ეს ერთი წლის თავზე უკვე იწყება ახალი პროცესი და თუ ბიძინა ევარიშვილმა გააგრძელა ის, რისთვისაც სხვათა შორის ერთ-ერთი ნაწილი შიდა წმენდა და შიდა ტერორი ემსახურება იმას, რაც მეორე მხრივ ოპოზიციის დევნა, რეპრესიები და პარტიების გაუქმებამდეც კი მიყავს საქმე, იმდენად უგუნური გადაწყვეტილებების მომხრე შეიძლება გავხდეთ, რომ ადამიანებს როდესაც ყოველგვარი იმედი ეკარგებათ კონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილებისა, ის უკვე სხვა გზას მიმართავს. ერთი კვირის წინ წარმოუდგენელი აქციები იყო ბელგიაში. დაიკეტა აეროპორტები, რკინიგზა, მეტრო, იმავე დღეს, კვირადღე იყო საბერძნეთში, ბელგიაში საბიუჯეტო საკითხებზე იყო გამოსვლები. სოციალური პროტესტი იყო, იქ პროკავშირები იყო ორგანიზატორი, მაგრამ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს გაფიცვის უფლება. ისე როგორც საბერძნეთში გემებიც კი გაჩერდა და მატარებლები არ მოძრაობდნენ, აეროპორტები დაიხურა. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით ჩვენ სითეულ მოქალაქეს თუ მშრომელს გარანტირებულია გაფიცვის უფლება 26-ე მუხლის მესამე პუნქტი. მაგრამ აქ გაფიცვისთვის, ევროკავშირისთვის მხარდაჭერის და ევროკავშირში ქვეყნის შეყვანის მოთხოვნისთვის საჯარო მოხელეებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. უამრავი საჯარო მოხელე იქნებოდა. ამიტომ ამ რეპრესიების ჩამონათვალი და მე უკვე კომიკურ 300 ადამიანი აწამეს, რასაც ყველა. რა თქმა უნდა, კომიკურამდე მისული, როდესაც ლუკავენ პირბადეს საშინელი კორონავირუსი იყო ზაფხულში, ერთი ხმა არ მოუღიათ, ჩემს ირგვლივ ვინც იყო და 15-20 კაცი ყველა კორონავირუსით ვიყავით დაავადებულები და მე სოციალურ ქსელში იწერებოდა, ეს არ არის უბრალო რაღაცა, განსაკუთრებით ასაკენი ადამიანებისათვის და მით უმეტეს, როდესაც ახლა აგერ სეზონური გრიპები იწყება და კატასტროფული რაღაც ეს არის, კატასტროფულიც არის და ამავე დროს კომიკურია. მაგრამ ახლა ვხედავთ პირბადების დალუქვის თქმა მინდა, თითქოს ვინაიდან დღევანდელი ემოციით მოვდივართ მაინც რომ კი კონსტიტუციაში სოციალურ კონტექსტში იგულისხმება გაფიცვის უფლება, მაგრამ საყოველთაო გაფიცვა და საყოველთაო დაუმორჩილებლობა იქნება ის, რაც ბოლოს მოუღებს ამ ხელისუფლებას, თუ კი ზღვარ გადასული ის ასე თქვათ გეგმა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით მისდევს და ამას ანხორციელებს, მისი ასე თქვათ ბოლომდე მოყვანა მოინდობა. თქვენ პარალელს ავლებთ ბატონ რომან დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებთან. მართალია ხარვეზები აქვს სერბეთს, მაგრამ აი ბელგრადის მაგალითი მოიყვანეთ. კი, ბელგრადშიც იგივე იყო ერთი თვის წინ. აეროპორტის ზები. რა სისტემაა ის, რასაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ? რა სისტემაა, როცა ადამიანი აღიარებს თავის უკიდეგანო კორუფციას და ის თავისუფალი რჩება? მაშინ როცა პირბადის ტარებისთვის ადამიანი ეს არის ფაქტობრივად ერთპიროვნული ავტორიტარული რეჟიმებიც კი რაღაცით ბალანსდებიან, რაღაცით ყველაზე დაუბალანსებელი პროვინციალი დიქტატორი, როგორც ამერიკელმა სენატორებმა უნდა და სამწუხაროდ საკმაოდ მეთოდურად მიდის აქეთკენ ააშენოს ერთპიროვნული ბელადზე, რაღაც პიროვნების კულტზე, კერპზე და თავის ირგვლივ შემოკრებული აი ამ უსახური ადამიანებთან ერთად მართლაც პროვინციული ავტორიტარული რეჟიმი. ნებისმიერ დღევანდელ ავტორიტარულ რეჟიმებს თუ გადავხედავთ და რა შედარებაა იგივე აზერბაიჯანში თუ არაა დემოკრატია, ის ქვეყნისათვის ზრუნავს ეს ადამიანი და დემოკრატიის ნაკლებობას აბალანსებს ქვეყნისათვის ინტერესის ბრძოლით. კონკრეტულად ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ბევრი სტუმარი მყავს და მინდა ყველა მოვასწრო. რატომ არიჭერენ ამ ადამიანს? მაშინ როცა ღარიბაშვილის შვილზეც ვიცოდით, რომ ის ამერიკის უნივერსიტეტიდან გამოუშვეს და ეს ტყუილი აღმოჩნდა. მაშინ როცა ქართული ოცნების ბევრ ყოფილ მაღალჩინოსანს თუ მოქმედს შეფარდა სანქცია, მაგნიტსკის სიაშიც აღმოჩნდა ზოგიერთი. ვიცით უკვე უშიშროების ყოფილ მინისტრზე აღძრული საქმეები მის ირგვლივ დაკავებული ადამიანები და ვიცით თავად ღარიბაშვილის მიერ აღიარებული დანაშაული. ის სანქციების მიღმა არის დარჩენილი, მაგრამ აი ვხედავთ გვერდითა შესასვლელში VIP შესასვლელიდანაც კი შეიყვანეს სასამართლოში.
მოდით მაშინ ასე ვთქვათ, რატომ არ იჭერენ ეს ერთი საკითხია და თუ უნდა დაიჭერს ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე მოყო ნავდა. ფულის გათეთრებაზეც გვაქვს საუბარი თქვენი წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, როდესაც აქ მაგიდას 6 მილიონი ნახევარ დოლარი დაიყარა. მაშინ სხვანაირად უნდა დავსვათ. ჩვენს კვალის არევის მიზნით სესხია აღებული ქართულ ბანკიდან. მაშინ ასე უნდა დაისვას შეკითხვა. რატომ აკეთებს ამას? რატომ გაწირა თუ შეიძლება ასე ითქვას? ყველაზე უახლოესი ადამიანები, ვინაიდან ღარიბაშვილი თავად გამოზარდა ქართლიდან და თავად ასწავლა ფულის მოპარვას და თავად მისცა ამის უფლებად 13 წლის განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევა რომ საშუალო რანგის ჩინოვნიკი დაეჭიროს ბაბიძინა ივანიშვილს ერთ წყალკანალში ვიღაცა დააკავეს და მერიაში უცბად რატომაც ახლა გაახსენდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რატომღაც მოინდომა იმ ადამიანების ასე ვთქვათ რეპრესირება რომელზედაც ეს სისტემა იდგა რატომ ლილუაშვილი და რატომ ღარიბაშვილი მოამზადა საზოგადოება მიუხედავად იმისა რომ დამანგრეველი ეფექტი იმოქმედა საზოგადოებრივ აზრზე თავად ესენი ჩოქში არიან ქართული ოცნების მომხრეები როდესაც ოქრო ვერცხლ და ზოდებს ხედავენ ისინიც ვერ გამოსულან ასე ვთქვათ გულუბრყვილო მომხრეები მდგომარეობიდან მით უმეტეს მთელი საზოგადოება და მაშინ ასე იბადება კითხვა უღირდა ბიზინა ივანიშვილს ასეთი გამანადგურებელი თუნდაც საარჩევნო ელექტორალური ნეგატიური ეფექტის შექმნა იმისათვის რა მიზანიც მას ჰქონდა და ეს მიზანი თურმე ყოფილა შიგნით რაღაც ჯგუფის ასე ვთქვათ განადგურება მორალური პირველ რიგში მორალურად განადგურება და მეორეს მხრივ რეპრესიების დაწყება სწორედ იმ ასე ვთქვათ კლანის წინააღმდეგ რომელშიც პირველ რიგში ღარიბაშვილი მოიაზრება რატომ მაშინ ასე უნდა დაისვას ეს შეკითხვა რა თქმა უნდა თანაც კიდევ უფრო დამაზიანებელი წინასწარი ასე ვთქვათ მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა როცა ომს იწყებ ქვია არტმომზადება ჯერ არტილერიას მიუსევდა მე მიდის ასე ვთქვათ ქვეითი არტმომზადება იყო მაგალითად იმის ჩვენება რომ თურმე საქართველოში ვიღაცა ერთი ჯიხური 700 მილიონ დოლარს ათეთრებს ტყუილია ეს 3 მილიარდს არაფერი აღარ გხსმენია ხო დაამთავრა რის ჯიხური ეს 2 მილიარდის გათეთრების ამბავი დაიჭირა 2 მილიარდ ლარს ათეთრებს თურმე როდესაც სინამდვილეში ჩვენთან არის 1000 ჯიხური და მუშაობს 720 და ისინი აკონვერტირებენ ზოგი შაბათო ზოგი თეთრად 9 მილიარდ ლარს 3 მილიარდია ეს 60 მილიარდი რუბლი სადღაც ხონდა ჩანდეს ბაზარზე სადაც შეიძლება წასულიყო ამიტომ უნდათ რომ ერთი ტრაილერი რუბლი პასუხისმგებელი ვინ არის სასაზღვრო საბაჟო ანუ გომელაური იყო გომელაური რატომღაც ამ ჯერჯერობით ამ რეპრესიებიდან ასეც ვერ ვიტყვით იმიტომ რომ მისინდობით აღჭურვილი პირების სახში შევიდნენ პარკაულებს გულისხმობ კიდე სხვა ყოფილი და ამიტომ ეს პირველი სიგნალი იყო რომ 700 მილიონს თუ ვიღაც ათეთრებს ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე შეუძლებელია და 700 თუ არა 70 მაინც იქნებოდა მაგრამ პირდაპირ პასუხისმგებელი პირების დასახელება დაიწყო შეფარვითაც ასე ვთქვათ ოცნების მედიამაც კი ღარიბაშვილი ანუ იქიდან დაიწყო მზადება გომელაური აი ეს ლილუაშვილი კიდევ უფრო მეტი გამოდის კობახიძე და ამბობს 700 მილიონი ლარი წელიწადში დავზოგეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების სექტორში რა არის ეს სახელმწიფო საწარმოები რკინიგზა ელექტროგადაცემა გაზის სექტორი გაზის კორპორაცია გაზის ტრანსპორტირება თბოსადგურები სულ 370-მდე სახელმწიფო საწარმოა საქართველოში და ყველა დახსნა 22 მილიონი დავზოგეთ რაღაც გაფორმებული იყო მრჩევლებათო და საოცარი რაღაცა თქვა 358 მილიონი ლარი დავზოგეთ ტენდერებში ანუ ვიღაცა იპარავდა ერთი წლის განმავლობაში სად არის ეს ხალხი და სად არის რომ ვკითხეთ ჩარჩა ისეო ანუ ფაქტობრივად პირდაპირ თქვა რომ ეკონომიკა რთული საკითხია და მისით манипуლირება და მოსახლეობის მოტყუება მარტივი ღარიბაშვილი მე პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ღარიბაშვილი ვამხილე 700 მილიონის მოპარვაში მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების სექტორში ჯერდი არ არის ესეც გაბერილია 1-200-300 მილიონს მართლა იპარავენ და 200-300 მილიონი წელიწადში თუ იპარავენ ნაწილწადში 2 მილიარდია საშინელი ქურდობაა და ძარცვაა და სახელმწიფო სექტორი იმართება როგორც მათი კერძო საოჯახო ბიზნესი ვინაიდან ყველა იქ არის განსაკუთრებით ჩამოწერილი ჩინოვნიკები და დეპუტატები. ანუ და გვიკირდა კი, მაგრამ თვით ლუსტრაციას ატო აკეთებენ, იმიტომ აკეთებენ, რომ შეექმნათ
ღარიბაშვილის და მისი აი ამ კლანის ირგვლივ საშინელი სურათი და აი უკვე ბოლოს ყველაზე დამამცირებელი ფორმით, როდესაც იქ ვიღაცა წერდა რომ კომპიუტერი რომ იყო, ბავშვის სტიკერები იყო დახატული, სახლებიდან ამოიღეს კომპიუტერები, ცოლის, შვილის საყურეები, გამოაცხადეს 50 ტელეფონი ვიპოვეთ და 24 სახლი არის 24 სახლი გაწყვეტეს და ერთ სახლში 2 ტელეფონი ხო იქნება. ანუ მაქსიმალურად იმ ფორმით წარმოადგინეს მართლაც ეს კორუფცია. ეს არის ფაქტები. რომ მორალურად გაანადგურეს მიზანი რა აქვს ამას? მიზანი მართლა მოატყუეს ბიძინა ივანიშვილი, მან თავი მოიტყუა თუ ამ ყველაფრის უკან კიდევ ივანიშვილი რაღაცისთვის ემზადება. ეს ხომ ამაზე არ გაჩერდება. მიზანი მას რომ არ კონდეს მიზანი ასე საშინლად თავს არ დაიზიანებდა და ისე ვამბობ, ეს მიზანი უფრო დიდია ვიდრე ის ზიანი რაც მან მეიღო. მიზანი არის სამი. ერთი პიროვნული, პერსონალური, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანები და როდესაც მათ არავითარი დამაბალანსებელი არ აყავთ არც ინსტიტუტები, რაღაც შათელიშვილის მსგავსი რაღაც შტერმრჩევლები ყავთ და რომელიც იზოლირებულია საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის ადამიანი შიშით კვდება რომ მიტინგზე ვერ გამოსულა რომ შუშა არ დაიდოს ბრონირებული ქვემოთ ამას დაუმატა რომ არ ააფეთქონ ის რა ქვია ბრონირებული კიდერკინა და ზემოთ სასაცილო დრონებიდან რაღაც ბომბები არ დამაყარონო და ბადე ჩამოიფარა. ანუ სიკვდილი შიში, ტრადიციული შიში ყოველთვის ასეთი ადამიანების პარანოიალური ოღონდ და მხოლოდ ოღონდ პერსონალურად არ შეიძლება ამის დაყვანა, მაგრამ პერსონალურ ნაწილს თუ ჩვენ მივუდგებით, მან დაინახა, რომლის იქით უკვე სხვა რაღაცა შიშები და მისი მთავარი შიშის წყარო ამერიკაა. ჩათვალა რომ აგერ და გომელაური მაგნიცკის სიაში შეიყვანეს. ეს კაცი მან გაუშვა პრემიერ-მინისტროვიდან კი გამოწურა ორჯერ, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი ფული აშოვნინა. მისი ლოგიკა ასეთია, რაც კი რაიმე შენ გააქვს, მე გაშოვნინი ან ჩემი ქართუდან, ან მე მოგეცი ბიუჯეტი საჯიჯგნად და ბიზნესები შეგიქმენი და ტენდერებში მოგაგებინე, ყველაფერი ჩემით ახარ და შენ გამირბი ხარ? იქამდე ასე ვთქვათ დაინდო და პატივისცა თუ შეიძლება ასე ვთქვათ რომ პარტიის თავმჯდომარედ დატოვა სიმბოლურად პოსტი ჩააბარა ოღონდ უზარმაზარი პოსტი პოლიტიკური ოღონდ არაფრის მაგნისი პოსტი მაგრამ ხედავს რომ ყველანი ამბობდნენ შვილი ამერიკაში სწავლობს დაუსანქცირებენ არა სანქცირებენ გომელაურს ასანქცირებენ ლილვაშვილს არა ამას არა ამისი პოზიცია იყო ასეთი ბატონო ბიძინა გამიშვი ახლა შემარგე რაც მაშოვნინდა აგერ სადღაც ჩინელებთან ვარ სადღაც ფოჩი თუ სადღაც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ანუ სანქციების შიშით მოინდომა ღარიბაშვილმა გაცლა მოინდომა განრიდება და როდესაც ეს არის ფაქტობრივად ამას მეუწოდებ კვერიკაშვილის სინდრომი. როგორც კი დაინახა რომ კვერიკაშვილი ამერიკასთან კარგ ურთიერთობაშია და როგორც კი მაიკ პენსთან იქ რანჩოზე ერთად ერთ-ერთში ელჩიც კი საქართველოს ელჩი არ ესწრებოდა. ერთ-ერთზე ისაუბრეს ჩამოსვლიდან 3 დღეში გააგდო კვერიკაშვილი იმ მოტივით რომ ხო ბავშთა ფონდშიო თურმე წერია საქართველოში ბავშვები შიმშილობენო რომელიც გაზრდილია ახლა მონაცემებში კიდევ უფრო გაუარესებულია ახლა და ამ ბავშვის ფონდის მონაცემებით გააგდო და მე რანაკლია დახურა და ასე შემდეგ კვერიკაშვილის დროს მონაცემების მიხედვით ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობდა ახლა უკვე და უკვე ახლა ახალ გამოქვეყნებულში კიდევ უარესი იყო საშინელებები წერია საპირფარეშოებში თურმე სკოლაში ეს არ წერა წყალი არ მოდის და საპონი არაა და მაშინ როცა ჩვენ დაგვსდევს პოლიცია იქ სკოლის მასწავლებელს ეს დააშკონა გაცილებით უარესი იყო ვიდრე კვერიკაშვილის დროს. ანუ დაიწყო ეჭვიანობა. ერთი რომ ღალატი, მეორე ის რომ მე აგერ მასანქცირებენ ოჯახით ამის სანქციებს ხვალზე მე რამელოდება არავინ არ იცის ლექსების საერთაშორისო იზოლაციაში სად მიზრები რომ მიზრები ასე სად მირბი ხარ რომ მირბი ხარ და ამავე დროს მისი ღალატი მაგრამ პერსონალური ის კი არ არის უმადურობის თემა არამედ ის ხვალ მოწმედ შეიძლება გახდეს ამერიკელებთან უკვე დასავლეთთან განსაკუთრებით ამერიკასთან თბილი ურთიერთობის ეჭვები გაუჩნდა გაცილებით მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ლილვაშვილთან დაკავშირებით. ვინაიდან ლილვაშვილი არის უზარმაზარი ინფორმაციის და ბაზის ინფორმაციის მატარებელი ვიდრე ღარიბაშვილი მან იცის
მისი რუსული კავშირები, მისი კრიმინალური კავშირები, მათ შორის შვეიცარიის ფული იქნებოდა თუ ოფშორებში დამალული ფული, გადმორიცხვები, ოფშორების კანონები და დაახლოებით ამდენი რაც ეს ხელისუფლება არსებობს. დოკუმენტები უჭირავს. ორი ასე ვთქვათ, სუსის უფროსი იყო ფაქტობრივად ჯერ გომელაური და მეორე გომელაური როგორც დაცვა ქართუდან და ეს ლილუაშვილი როგორც ქართუს ფინანსისტი, ანუ ქართუს ორი ასე ვთქვათ პირი რომელსაც არ ერჩის აქედან ამ ორიდან და ერთ-ერთს იგივე ამერიკა და ამერიკასთან როდესაც მან რაღაც საქმეების გარკვევა გადაწყვიტა ამერიკა არ დაელაპარაკება ის რომელიც მეტნაკლებად მისთვის არ არის მისაღები და ლილუაშვილი გააგზავნა ესე იგი მათ უთხრეს რომ მოდი ეს კაცი დაგველაპარაკოს ანუ ეჭვები შიშები პერსონალური ნაწილი მეორე პერსონალურის გარდა რა თქმა უნდა მას მთავარი ამოცანა აქვს თავისი აი ამ ასე ვთქვათ ყველაზე უგუნური გეგმის განხორციელება ავტორიტარული რეჟიმის გამტკიცება პირველ რიგში შიდა რეპრესიების გზით ყველა ავტორიტარული რეჟიმი იწყებს საკუთარი გუნდში წმენდით ამ წმენდას ყოველთვის გინ საბჭოთა კავშირი აიღე გინ ბელარუსი თუ გინ ჩინეთი ყოველთვის ახლავს ორი რამ ერთი საგარეო მტრის ხატის შექმნა იზოლაციაში ქვეყნის მოქცევა და ასე ვთქვათ საერთაშორისო აგენტების მიერ ქვეყნისა და მისი ასე ვთქვათ ლიდერის წინააღმდეგ ბრძოლა და აქედან არის ხალხის მტრები, ანუ შიდა მტრები და აქედან არის აგენტები და deep state არის აგენტები. ანუ საბჭოთა კავშირის დროს თუ აგენტები იყვნენ მაგალითად ასეთი საქმე იყო მრეწველების საქმე. განადგურეს მრეწველობაში მთელი მმართველობა აკადემიკოსები, პროფესორები, მინისტრები, რატომ ესენი იყვნენ აგენტები საფრანგეთის. და ძალიან გახმაურებული საქმე. ამიტომ აგენტების სახელით აგენტი, ანუ deep state და მოღალატე, შიდა მოღალატე, ანუ ხალხის მტერი ეს არის ორი ასე ვთქვათ ბერკეტი, რომელიც სჭირდება ფუნდამენტური ბუა, რომელიც გამოიგონა შიდა რეპრესიების, შიდა შიშის დასანერგად და ამავე დროს იქ თუ პარანოიალურ და პერსონალურ ასე ვთქვათ ფაქტორებსაც დაუმატებთ უკვე ერთმანეთში ირევა ინსტიტუციონალური პერსონალური და ვღებულობთ რაღაც სიმბიოზს რომელიც ავადმყოფურ ასე ვთქვათ რეჟიმად ყალიბდება რომელიც ღუპავს ქვეყანას ეს არის აქ ყველაზე იმის ივანიშვილის ამოცანა არის ასეთი ყველა ვინც ჩემთან ეხლა ხართ ჩემით არსებობთ, ჩემი ხელით იკვებებით, ყველანი უნდა იყოთ ჯარისკაცები. თქვენ ვინც იყავით ჩემთან და კაცად გაგწია ღარიბაშვილის ნაირი და მე რაც 13 წელი ვერ ხედავდი, რამდენი აგარაკები შენდებოდა, ასე უბნება ამათ ან მოსამართლების აგარაკები რომ ჩამოთვალო, ათეული და სიბნელის ჯარისკაცები მართავს, ანუ ახლა ქვეყანას ამიტომ თქვენ ყოფილები და ეხლანდელები უნდა იყოთ რიგითი საზარბაზნე ხორცი. სამარაში უნდა ჩამყვეთ. ამ ჩემი სისტემის რეჟიმის ჭანჭიკები უნდა იყოთ ბოლომდე და უნდა მემსახუროთ მე და აი ამ საერთაშორისო იზოლაცია რომელიც მიუახლოვდება და განსაკუთრებით ისე ვიმეორებთ ის უგუნური გადაწყვეტილება მიიღო პარტიების დაკრძალვის შესახებ, როდესაც უკვე საერთოდ არავითარი აზრი არჩენებს არ ექნება ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ის უკვე უნდა დაეყნოს ადამიანებს რომლებსაც გაქცევა რომ უნდოდეს ამასაც კი ვერ გაბედავს და რატო ვერ გაბედავს მისთვის უკეთესია რაც მეც დაასანქცირებენ რაც შეეხება ღარიბაშვილს ღარიბაშვილის განეიტრალებულია რაც ისას განეიტრალებული არ დაიჭერს ის ღარიბაშვილს საპროცესოს გაუფორმებს პასპორტი ჩამორთმეულია უცხოეთში ვერ წავა საგარეო საფრთხეს რომელსაც ღარიბაშვილში ხედავდა ეს საფრთხე არ არსებობს იმიტომ რომ არც ერთი ქვეყნისთვის დასავლეთის არც ერთი სახელმწიფოსთვის ის რაც მათ დაინახეს პოლიტიკური პატიმარი ვერ გახდება და თავშესაფარს ვერ მისცემს. რა თქმა უნდა, ის ვერ რაზდოს ვერ გახდება მისაღები ირი თუნდაც იგივე ივანიშვილის საწინააღმდეგო ქმედებებში 6 მილიონი ნახევარი ტელე ასე ვთქვათ დოლარების ხილვის შემდეგ. მან გაანადგურა ქვეყნის თვალში, გაანადგურა საგარეო თვალში, გაანეიტრალა და დაიჭერს თუ არ დაიჭერს
ეს უკვე მის პირად, ასე ვთქვათ, განწყობილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მას ალბათ დაინდობს, რომ მე ვიღაცებმა თქვას, რომ აი არ გაწირა ბოლომდე, ხედავ, რა კაცი ყოფილა, ასე ვთქვათ, ბოლომდე არ უმტრო. მოკლედ, სხვა პოლიტპატიმრებისგან განსხვავებით თავის შვილებთან მაინც იქნება სახლში. ეს შეღავათი ექნება ალბათ ღარიბაშვილს ამდენი ქურდობის და ქვეყნის დაღუპვის. რაც შეეხება ლილუაშვილს მისთვის სწორედ აი ამ დასავლეთთან ყველაზე ინფორმირებული ადამიანის პოტენციური კავშირის გადაჭრისთვის გააკეთა, ვინაიდან პერსონალური ბოღმა თუ რამეში ქონდა, ეს იყო ის, რომ ლილუაშვილს გაექცა ბაჩიაშვილი. ბაჩიაშვილი დღეს არის ნომერ მეორე სიმდიდრით საქართველოში. $1 მილიარდი აქვს ბიტკოინების გამო, ამ ბეჭმა 5 მილიონი დოლარი გარისკა და ამდენი ფული აქვს და მის ნახევარს ედავება და როდესაც შენ 10 სუსი ყავს მიჩენილი და გაგექცევა, შეიძლება პირადი საშინელი ის იყოს, მაგრამ ეს არ არის მე მგონი არსებითი არის ის, რომ ასეთი ინფორმირებული ადამიანი როგორმე არ აღმოჩნდეს იქით ამერიკაში აგერ ხარება თუ ვიღაცა რო იყო მის მოადგილე აგერ ამერიკაში არის და არავინ ასე ვთქვათ არაფრისგან არაა დაზღვეული და ბოლოს 1 წუთი ყველაზე უცნაური არის რატომ ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე ოფიციალური რუსეთის აგენტი ანუ ეს რომანოვად გადაკეთებული ამერიკული სანქციის დოკუმენტში ის მოხსენებულია როგორც მოქმედი სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც საქართველოს გავლენის აგენტი კი არა, გავლენის აგენტი არის, რომელიღაც პრორუსი რეგვენი, რომელიც შეიძლება რაღაც პრორუსულ პარტიას ქმნიდეს. ეს არის სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც ამავე დროს გვარი არის მეორე რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელთანაც ერთად მუშაობდა და ეწეოდა ძირგავამხელს საქმიანობას, აქვს რუსული პასპორტი და აქვს მეფის გვარი. ვერ უნდა გაებედა. მაგრამ როგორ ჩანს, რაღაც განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან რუსეთთან შეთანხმებული იქნება, აუცილებლად შეთანხმებული იქნება და მეორე მე არ მინდა ახლა ის ვერსიები, ასე ვთქვათ, ჭორის დონეზე ვილაპარაკო, მაგრამ ჭორიც არ არის. ახლა უსმენდი მე თქვენთან, სხვადასხვა დღეს იყო თქვენს ეთერში ადვოკატი იმისა სასამართლო პროცესი რომელიც მედის შეკვეთილი ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობაზე და ეს კაცი ამბობს რომ პოლიციის დიდი რყევები გამოიწვია ოფიციალურმა აგენტმა კანონიერი ქურდის დოკუმენტურად აღწერა და თქვა რომ შეკვეთილი მკვლელობის უკან დგას ფარცხალაძე მე არ ვამტკიცებ ეს ადვოკატი ამბობდა მაგრამ გამოიძიეთ მით უმეტეს ეს პოლიციის ეს ასეთი მნიშვნელოვანი რატოა ივანიშვილისთვის ჯანგველაძის მკვლელობამ პოლიტიკური ხასიათი ეს უკვე ზღვარგადასული მოვლენაა ზღვარგადასული როდესაც მკვლელს ქირაობდა აქ საქართველოში თუნდაც კრიმინალთან დაკავშირებულ ადამიანს კლავდა მეორეს მხრივ უკვე თუ შენ ასეთი გავლენები გაქვს და ასეთ რაღაცას აკეთებ არ არის გამორიცხული პირადად მან პერსონალური საფრთხეც იგრძნო იმიტომ რომ ასეთი ადამიანების ასე ვთქვათ ქცევის ლოგიკაში ყოველთვის საკუთარი შიშები და საკუთარი ადგილი ჩანს და კიდევ ერთხელ ამთავრებ იმდენი რამე დაეხმარა ივანიშვილმა ფარცხალაძეს ეროვნულ ბანკს კანონი მიაღებინა საშინელი კანონი და ეროვნულმა ბანკმა ახლა აგოს პასუხი ფარცხალაძეს გაატანინა დოლარები გადაარიცხინა თურმე ნაღდი დოლარები აქონია ერთ ღამეში გადააფორმებინა მთელი მისი ქონება მათ შორის კერძო ეკლესია უდგა სახლში და ეკლესიაც კი გადააფორმებინა ნათესავებზე იმდენად გაუწიეს ასე ვთქვათ მას სამსახური და ამის შემდეგ როდესაც ასეთ რამეს ჩადის ივანიშვილი და ამ სამივესი არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს ელექტორალურად ნული არიან ოპოზიციურად საფრთხეს არ წარმოადგენენ და როდესაც უკვე ამ სამეულამდე მიდიხართ მესამეს თემა არის უცნაური და ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ამას არ გააკეთებდა